გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ კვლავ TV პლუსის ეთერში ვართ. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე და იმ ძირითადად მსოფლიოში ატეხილ როგორც პოლიტიკურ, ასევე ინფორმაციულ აჟიოტაჟებზე უკრაინასთან მიმართებაში და ჩვენ დღეს შევეხებით ყველა იმ პრობლემატურ საკითხებს, რაც დღეს უკრაინაში ხდება. თქვენ კარგად მოგეხსენებათ უკრაინაში შემთხვევით მდგომარეობა მით უმეტეს, როდესაც დღესდღეობით უკვე აქტუალური არის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარადგინა გეგმა, რომელიც გეგმის საფუძველზეც უნდა შეწყდეს ცეცხლი და ფაქტიურად კონფლიქტი უნდა გაიყინოს და შესაბამისად შემდგომ ალბათ და ასეც იქნება ამ გარკვეულ გეგმას აქვს შემდგომი სხვადასხვა საკითხები, რომლებიც იქნება გახილული ეტაპობრივად, მაგრამ უკრაინაში და საერთოდ ევროპის ქვეყნებში და ევროპის ლიდერები არიან წინააღმდეგი ამ გეგმის და არა თუ მარტო ამ გეგმის, არამედ უკვე ფაქტიურად ღიად გამოჩნდა ევროპის მხრიდან, რომ ისინი წინააღმდეგი არიან ცეცხლის შეწყვეტის და ომის შეჩერების. ასევე უკრაინაში არის ძალები, რომლებსაც არ აწყობთ ეს ამ ომის შეჩერება, რადგან ამ ომის საფუძველზე საკმაოდ სერიოზული თანხები და საკმაოდ სერიოზული კორუფცია არის უკრაინაში და ამ კორუფციაში ჩართულია როგორც თვითონ უკრაინის მაღალი თანამდებობის პირები და თავად ზელენსკი, ასევე ევროკავშირის პოლიტიკური ლიდერები. ასევე იკვეთება ფაქტურად და გამოიკვეთა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სამხრეთ კორეის აქტიური მოქმედება. სამხრეთ კორეა, რომელიც ფაქტიურად არის ამერიკის შეერთებული შტატების კონტროლის ქვეშ და მთლიანად ის აკონტროლებს ყველა მიმდინარე მოვლენებს სამხრეთ კორეაში აკონტროლებს ამერიკის შეერთებული შტატები. უკრაინაში ჩართული იყო ევროპის ქვეყნები და აწვდიდნენ იარაღს და აწვდიდნენ სხვა საშუალებებს იმისათვის, რომ ომს მიცემოდა განვითარებადი ხასიათი და ასევე ჩართული არის სამხრეთ კორეაც. სამხრეთ კორეამ, რომელმაც საკმაოდ სერიოზული და მნიშვნელოვანი საშუალებები მიაწვდა უკრაინას. დღეს ჩვენ ამ თემებთან დაკავშირებით გვექნება საუბარი. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში პოლკოვნიკი ბატონი კონსტანტინე ფოცხიძე. ბატონო კოტე, მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობთ მომზადებისათვის სტუდიაში. ბატონო კოტე, ვიცოდით რომ ჩვენ მთლიანობაში უკრაინაში იმ დღიდან 2022 წლიდან, როდესაც რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქვედანაყოფებმა დაიწყეს სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინის მიმართულებით და ფაქტიურად დაიკავეს აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიის 70%, საპირისპირო მხარე მხოლოდ უკრაინის სამხედრო ქვედანაყოფები არ იყვნენ. იქ უამრავი ჩასული დაქირავებულები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ამავდროულად საქართველოსდან, იქ ჩართული ასევე ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც მთლიანად როგორც ფინანსურად, ასევე ტექნიკით და შეიარაღებით მიწოდების კუთხით, ასევე ევროპის ქვეყნების, ევროკავშირის ქვეყნები ჩართული ამ პროცესებში და გამოიკვეთა ასევე სამხრეთ კორეა. აი, რა როლს თამაშობს სამხრეთ კორეის ჩართულობა ამ პროცესებში და სამხრეთ კორეა არის თუ არა ის ქვეყანა, რომელმა ქვეყანამ შესაბამისად აქტიური პოზიცია და აქტიური მოქმედება დაიწყო უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქვედანაყოფების წინააღმდეგ, სწორედ ამ მიმდინარე სპეციალურ სამხედრო ოპერაციებში. ხო, აქ ბატონ ტრისტან, ესე იგი სანამ უშუალოდ აი სამხრეთ კორეის თემას მივხვდებით და ვიტყვით ხო და ვიხასუხეთ თქვენ შეკითხვაზე, ალბათ უკრაინი იქნება ცოტა ექსკურსიასავით მოვაწყოთ აი ამ მოვლენებთან დაკავშირებით, ხო და უფრო ამოვიღოთ ის ძირითადი მომენტები, რა ძირითადი მომენტების განსაზღვრავს დღევანდელ ვითარებას. თქვენ ახსენეთ ზეგან ამერიკის შეერთებული შტატები და მისი როლი აი ამ კონფლიქტის, ასე ვთქვათ, გაღვივებაში, იმ სახელმწიფო გაატრიალებაში, რომელიც განხორციელდა უკრაინაში თავის დროზე და მოყვანილი იქნა ხელისუფლება, რომელმაც ფაქტიურად თავისი ქმედებებით და დონბასზე შეტევით 2014 წელს განაპირობა ის, რასაც შემდგომ ეგრეთ წოდებული
სპეციალური ოპერაცია მოყვა, სამხედრო ოპერაციის დაგეგმვა და განხორციელება მოყვა რუსეთის მხრიდან, ხო? ეს იყო მოცემულობა, ეს არის მოცემულობა და ამაზე მიანიშნებს მხოლოდ ის ხარჯებიც, რომელიც გაღებული იქნა შეერთებული შტატების მიერ მთელი ამ კონფლიქტის მიმდინარეობის პერიოდში და ეს თანხები გახლავთ 340 ამ თანხებზე უკვე საუბარი ღიად მიდის და ეს არის 350 მილიარდი დოლარი, ხო? საკმაოდ სერიოზული. საკმაოდ რომელიც განკუთვნილი იყო არა მარტო უკრაინის მხარის შეიარაღებაში, არამედ მის ფინანსურ დახმარებაზეც მინდა გითხრათ, მის მთავრობა მხედველობაში, იმსაც რომ მიეწარმოებინათ, ამას ჭირდებოდა გარკვეული მატერიალური და ფინანსური რესურსი. და ზუსტად ეს მატერიალური და ფინანსური რესურსით უზრუნველყოფა ევროპასთან ერთად, თავის თავზე ჰქონდა აღებული შეერთებულ შტატებსაც და ევროპასაც ერთად. ახლა ამ ბოლო დროს ისეთი მოვლენები განვითარდა ბატონო ტრისტან, რომ და ეროვნული საფრთხეების კონცეფცია, რომელიც სულ 2 თუ 3 დღის უკან გააჟღერა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, იყო განაცხადი აი ამ კონფლიქტიდან დანაკარგების გარეშე დანაკარგებს მე ვგულისხმობ მისი რეპუტაციის შელახვის გარეშე გამოსვლა, ხო? იქ მინიშნებები იქნა იმაზე გაკეთებული, რომ ფაქტიურად ფიქრობენ კიდევაც შეერთებულ შტატებში და ამას არ ფიქრობს ტრამპი, მინდა ვთქვა, ამას ფიქრობს ის ჯგუფები, ვინც ფაქტიურად მართავს შეერთებულ შტატებს დღეს. ამას ხან deep state-ს უწოდებენ, ხან რას უწოდებენ, მაგრამ ეს გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურები და მათთან ერთად კიდევ ევროპის და სპეცსამსახურები და უპირატესად ეს გახლავთ ბრიტანეთის სპეცსამსახურები, ნაგითხრათ, ხო? აი ეს მოცემულობა, ამ მოცემულობამ განაპირობა ზუსტად იმ კონცეფციის გამოცემა, რა კონცეფციაზეც ატეხილია ერთი აჟიოტაჟი და ფაქტიურად ეს არის მინიშნება ევროპის ჩახსნისა და ევროპაზე, ასე ვთქვათ, ევროპის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლებისაგან არიდების გარკვეული მცდელობა შეერთებული შტატების მხრიდან. ნუ ნატოს დაშლაზე ჯერ აქ საუბარი არ არის, ალბათ ნატოს გადალაგებაზეა საუბარი, ხო? მე გუშინ ერთ-ერთ ეთერში ვთქვი და დღესაც გავიმეორებ, რომ ევროპა დადგება იმ აუცილებლობის წინაშე, რომ მან უნდა შექმნას გაერთიანებული ევროპის შეიარაღებული ძალები თუ ევროკავშირი გააგრძელებს თავის არსებობას იმ კონფიგურაციით, რა კონფიგურაციითაც ის არის, რაშიც მე დიდი ეჭვმეპარება, მაგრამ თუ ეს ესე მოხდა, მაშინ ფაქტიურად თვითონ ნატოში შეიქმნება ორი ასე ვთქვათ სამხედრო ბლოკი, ქვებლოკი, მინდა გითხრათ, ეს იქნება ანგლოსაქსების გარკვეული გაერთიანება და პლუს კიდევ ევროპის შეიარაღებული ძალების გარკვეული დაჯგუფება, ხო? მე ამაში ძირითადად მოვიაზრებ დასავლეთ ევროპის ქვეყნებს და არა ნაკლებად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, იმიტომ რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თემა გადაწყვეტილი იქნება კონფლიქტის დასრულების შემდეგ უკრაინაში, იმიტომ რომ რუსეთი არ გაჩერდება, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, მას აქვს გარდა იმისა, რომ აქვს საშუალება აწარმოოს პირდაპირი, ასე თქვი, სამხედრო ოპერაციები სხვადასხვა წერტილში მსოფლიოში, ხო, მას აქვს კიდევ დამატებით მძლავრი ძალები და საშუალებები იმისაც, რომ აწარმოოს ჰიბრიდული ომი იგივე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ხო? იქ ალბათ გაიღვიძებს შემდგომში ხელისუფლებები, მოხდება ასე ვთქვათ, აი ამ ორიენტაციის ცვლილებები და ეს ძირითადად განხორციელდება აღმოსავლეთ ევროპაში. ანუ მსოფლიო დაუბრუნდება იმ წესრიგს, რა წესრიგიც იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ფაქტიურად ჩვენ მივიღებთ ორპოლუსიან სამყაროს, სადაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის აი ესეთი შეკავების მათი მძლავრი სამხედრო პოლიტიკური შემადგენელის გათვალისწინებით მოხდება იმ შეკავების პოლიტიკის აღდგენა, რაც იყო საბჭოთა პერიოდში და ამ დაპირისპირების აი ეს ისე რა ქვია
სურათი, რომელიც იქნებოდა მაშინ დაახლოებით აღდგებოდა, ეს იქნება მსოფლიოში ბალანსის შენარჩუნების ერთ-ერთი კარგი საშუალება იმისათვის, რომ ამას დაეფუძნოს შემდგომში მსოფლიოში ამ ორი დიდი სახელმწიფოს ინტერესების გადანაწილება. რატომ დავიწყე მე ახლა ესეთი შესავალი, რატო გავუკეთე ამას და ესეთი ექსკურსი, რატო ჩავატარე, ხო? აი ამ ორ დაჯგუფებაში, რომელიც შესაძლოა შეიქმნას ნატოში, ერთ-ერთი მხარე, რომელთანაც არის მძლავრად გამაგრებული ომხრივი ხელშეკრულებებით, ეს არის მოკავშირეობის ხელშეკრულებები, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს აკავშირებს სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის ისრაელთან, ავსტრალიასთან, სამხრეთ კორეასთან და კიდე რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც ავალდებულებს შეერთებულ შტატებს დაიცვას და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოები, ანუ იყოს მათი უსაფრთხოების ხოლგა, ხო? მათ შორის არის კორეაც მინდა გითხრათ. დიახ, აი სამხრეთ კორეა. ხო, აი სამხრეთ კორეა, რა ფუნქციები აქვს მას ამ დღევანდელ შექმნილ მდგომარეობაში, უკრაინას მიმართებაში და რა როლს თამაშობს ის იარაღის მიწოდებას? გახლავთ დღეს შეერთებული შტატების გარკვეული ანკლავი და მისი პოლიტიკის ერთ-ერთი გამტარებელი ზუსტად აი ამ ინდოჩინეთის აი ამ იმაში რა არეალში, ხო? სადაც ამერიკის შეერთებული შტატებს ყავს თავისი მოკავშირე და ეს მოკავშირე არის სამხრეთ კორეა. იქ სხვა მოკავშირეებიც ყავს მას, მაგრამ ისეთი ძლიერი და მძლავრი, როგორც სამხრეთ კორეა გახლავთ, ისინი არ არიან, ხო? იქ მოკავშირეობა, ანუ კარგი ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ მათ ტოკიოსთანაც, იგივე იაპონიასთანაც. და გარკვეული ბალანსი არის შენარჩუნებული ინტერესებისა, იგივე რუსეთის, ჩინეთის და დაბალანსებულია რუსეთის, ჩინეთის და იგივე ამერიკის შეერთებული შტატების ზუსტად აი ამ ნაწილში მსოფლიოს აი ამ უშუალოდ ინდოჩინეთის არეალში. ესე იგი, ამერიკის შეერთებული შტატები ის მუდმივად ხდებოდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან თავისი მოკავშირეებისათვის აი ამ სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობის შედეგად იარაღით უზრუნველყოფა აუცილებელი თავდაცვითი საშუალებების და მათ შორის შეტევითი იარაღის მიწოდებაც. აი ეს სკანდალი, რომელზედაც თქვენ ახლა საუბრობთ, ხო და რომელიც გაზეთმა პოლიტიკომ ატეხა, სხვათა შორის დაიწერა გაზეთ პოლიტიკოში, მინდა ვთქვა, ეს ევროპული გამოცემა გახლავთ და ევროპულ გამოცემაში ამის გაჩენა არის პირდაპირ მიმანიშნებელი ფაქტორი იმაზე, რომ შეერთებული შტატები არის ჩართული, ესე იგი, იარაღით პირდაპირ მიწოდებაში, ევროპის, ასე ვთქვათ, გვერდისავლით. სამხრეთ კორეის მხრიდან. ეს გააჟღერეს ევროპელებმა, მათ შორის როგორც მე ვიცი, რუსებს ეს არ გაუჟღერებიათ, რუსებმა პირიქით და ეს შემთხვევა, საიდანაც ეს სკანდალი დაიწყო, მოხდა 18 ნოემბერს. მიმდინარე წლის, ხო? 2025 წლის. და კერძოდ ხარკოვის ოლქიდან იქნა გასროლილი ორი ატაკამსი, არა, მაპატიეთ 4 ატაკამსი და 4-ვე ჩამოგდებული იყო S-400 სისტემის მიერ, რუსული S-400 სისტემის მიერ და აი ამ ნარჩენებიდან, აი ამ ჩამოგდებული ატაკამსების, ასე ვთქვათ, სერიული ნომრებიდან დადგენილი იქნა მარშრუტი, დადგენილი იქნა წარმომავლობა ამ იარაღის, გესმით? ესე იგი, როგორც გაირკვა და გაარკვიეს ეს რუსეთში შესაბამისმა სამსახურებმა ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ ეს იარაღი მიწოდებული არის იმ ხელშეკრულებიდან, რომელიც გაფორმებული იქნა 2001 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სამხრეთ კორეას შორის და გადაცემული იქნა ზუსტად მაშინ ატაკამსები. ატაკამსი ჩვენ ვიცით, რომ საშუალო შორის მოქმედი
შეტევითი იარაღი და ეს ძირითადად განკუთვნილი იყო ჩრდილოეთ კორეის დასაბალანსებლად უშუალოდ აი ჩრდილოეთ კორეიდან შესაძლო თავდასხმის შესაძლო საფრთხებით მოსაგერიებლად. ნუ ეს კორეული პრობლემის ასე ვთქვათ მაგრამ აღმოჩნდა უკრაინაში. მაგრამ ეს აღმოჩნდა უკრაინაში, როგორც ახლა ჩვენ ვხედავთ და რამ შეიძლება განაპირობა და როგორ შეიძლება ეს მოხვედრილი უკვე უკრაინაში ძალიან საინტერესო. აი საინტერესო ხო. უთხრათ მაყურებელს ჩვენ ეს. ახლა როგორ არის იცით? ჩვენ ვიცით რომ აი ამ კონფლიქტების და ასეთი დიდი ცხელი კონფლიქტების დროს მიმდინარეობს იარაღის უტილიზაცია. კი. მისი ჩანაცვლება ხო? და პრობლემებიდან გამომდინარე რა ოპერატიული ვითარებაც იქნება დღეს მსოფლიოში, აქედან გამომდინარე ბუნებრივია ქვეყნები და მათი ასე ვთქვათ ლიდერები იღებენ იმ გადაწყვეტილებას, რომ შესაბამისი იარაღით უზრუნველყონ თავიანთი მოკავშირეები, ხო? ატაკამსი ახლა აღარ არის ისეთი ძლავრი და ეფექტური და ეს ნათელი მაგალითიც გამოჩნდა უკვე კორონაში S400 სისტემის ჩამოგდების კი ბატონო განხორციელების შედეგად აღარ არის ისეთი უკვე ძლავრი იარაღი და მისი ასე ვთქვათ ამოღება შესაძლებელია მომხდარი. იცით რა, ეს შეიძლება განხორციელებულიყო ორი გზით. ერთი რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს ძველი იარაღი ამოიღეს და ეს ჩაანაცვლეს ახლით, ხო? შესაბამისად და ეს იარაღი სადაც წასულიყო, ის აღარ დაბრუნდებოდა შეერთებულ შტატებში და ბუნებრივია რაღაც შავი გზებით მოხდა უკრაინაში და ასეთი მაგალითები ჩვენ ბევრი გვსმენია და ასეთი სკანდალები თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იქნა გამოვლენილი და ამაში ჩართული იყო მსოფლიოში იარაღით მოვაჭრე ძალიან ბევრი ორგანიზაცია, მინდა გითხრათ. და ერთ-ერთი ასეთი სკანდალი ჩვენ კარგად გვახსოვს 2009 წელს ტაილანდში დაკავებული უკრაინული თვითმფრინავი ეს 2009-ში ხო ეს ქართული თვითმფრინავი რომ დააკავეს თუ გავიხსენებთ აი ამ ფაქტს ისიც პირდაპირ დაკავშირებული თვითმფრინავის მარშრუტი ჰქონდა სამხრეთ კორეიდან მოფრინავდა ის და ჩაფრენილიყო უკრაინაში და ჩაეტანა გარკვეული ტვირთი 40 ტონა ტვირთზე იყო საუბარი სამხედრო ტვირთზე იყო საუბარი გახსოვთ ეს ძალიან სერიოზული სკანდალი იყო და ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურმა FBI-მ დააკავა ეს ისე რა ქვია ტვირთი ტაილანდში და მაშინ საქართველოშიც აწყდა დიდი სკანდალი, იმიტომ რომ საქართველოს დროშის ქვეშ დაფრინავდა ეს თვითმფრინავი, ხო? და ამაზე იყო ძალიან სერიოზული განცხადებები იგივე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანის სატელევიზიო გამოსვლაც გვახსოვს ჩვენ, ეს გახლავთ შოთა უტიაშვილი, მაშინ ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი იყო და შოთა უტიაშვილმა გააკეთა ასეთი განცხადება, რომ ეს თვითმფრინავი ლიზინგის წესითო გადაცემული აქვს საქართველოსო გადაცემული იყო უკრაინის მხარისათვის და სინამდვილეში ხო და დაასახელა კომპანია. ანუ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ქართული მხარეც ჩართული იყო ამ იარაღის მიწოდებაში და ესე იგი სამხრეთ კორეის მხრიდან უკრაინას მიმართებაში. კი ბატონო. და მე არ გამომრიცხავ რომ ამას ყველაფერს აკონტროლებს და ბიზანტიელი თემურ ალასენია. ხო, მაგრამ შევეშვა და ეხლა ძალიან სკანდალური რა იყო ამ განცხადებაში, მოდი ისა ვთქვათ. ეს სკანდალური იყო, რომ შოთა უტიაშვილმა დაასახელა კომპანია SP Trading-ი და ეს თან ისე დაასახელა ეს კომპანია SP Trading-ი, რომ წარმოდგენაც არ ქონდა ვინ იდგა ამ კომპანიის უკან და ეს SP Trading-ი იყო ცნობილი იარაღით მოვაჭრესი ბუტიერესის სხვადასხვაგვარით არის ეს ადამიანი ცნობილი მისი კუთვნილი კომპანია, რომელიც უკრაინაში მოღვაწეობდა იმ პერიოდში, მინდა გითხრა და საკმაოდ იყო ჩართული იარაღის კონტრაბანდის თემებში და ასე ვთქვათ, სიკვდილით მოვაჭრის ისიც ჰქონდა ამ ადამიანს, რა ქვია იგი. და ეხლა ბატონო ეს გუტი დაკავებული იყო შემდგომ კი მაგ ვიცით გასაგებია გახსოვს ეს ყველაფერი გადატანილი მაგრამ ეს ჩვენ დღევანდელობით სქემა დღევანდელი გაგზელდა სქემა ისევ და დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებმა ტაივანს ის რა ქვია სამხრეთ კორეის ესე იგი მეშვეობით იარაღის მიწოდება უკრაინაზე იმიტომ რომ ეხლა ამერიკა რო არ გამოჩნდეს თუ როგორ არის ეს ყველაფერი ამერიკა რო არ გამოჩნდეს აქ საუბარი არ არის ალბათ უფრო ეს იარაღი
თვითონ შეიძლება შეერთებული შტატების მთავრობა ამაში ჩართული იყოს, მაგრამ მე აქ ხედავ სპეცსამსახურების იმას, რა ქვია, კვალს ამერიკის შეერთებული შტატების. რატომ ვიცით? იმიტომ რომ ყველა ეს სქემა, რომელიც ეწყობოდა იარაღით უკანონო ვაჭრობის, ხო, დაკავშირებული იყო სპეცსამსახურებთან და მათ შესაბამის ძალებთან და საშუალებებთან და სწორედ ისინი ახორციელებდნენ ხოლმე ამას და კონტროლი შესაბამისად ამაზე ხორციელდებოდა სპეცსამსახურების მხრიდან და შესაბამისად შეერთებული შტატების სპეცსამსახურების მხრიდან. ეს ცნობილი აპრობირებული სქემაა, ბატონო ტრისტან. ხომ არ არის დაუშვათ ნახეთ ახლა ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ახალგაზრდა ხელისუფლება ამბობს რომ მე უკრაინას აღარ ვაწვდი იარაღს და აღარ მივაწვდი არანაირ დახმარებას. ხო, ეს შეიძლება იყოს. ხო, მაგრამ აგერ თვითონ ფაქტი ხო ეს სამხრეთ კორეის მხრიდან უკვე რამოდენიმე კვირის წინანდელი ფაქტია. ეს არის ახალი ფაქტი, მოხდა. ანუ იმ განცხადებების მერე განცხადებების გააკეთა ტრამპმა, ხო? იმის მერე მოხდა კვლავ ისე მიწოდება რა უკრაინაზე ეს იარაღის და ამ რაკეტების, ხო? მიწოდება და ალბათ ეს გახდება კულუარული მოლაპარაკებების საგანი. მე არ ვფიქრობ, რომ ამ თემას რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ასე ვთქვათ გამოიტანენ იმაზე, რა ქვია, სააშკარაოდ, იმიტომ რომ ეს უფრო კულუარული მოლაპარაკებების შედეგად მოხდება ერთმანეთში, რომ ასეთი რამე აღარ განმეორდეს, იმიტომ რომ ეს არის პირდაპირი შეტევა და მონაწილეობა შეერთებული შტატებისა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში, უკრაინის ტერიტორიიდან, მინდა გითხრათ რა, იმიტომ რომ უკრაინის ტერიტორიიდან იქნა გაშვებული ეს რაკეტები და მის გაშვებას ჭირდება შესაბამისი სპეციალისტები ჭირდება, მომზადებები. ამიტომ ეს მიანიშნებს იმაზე, რომ აქ ალბათ არიან ამერიკელებიც, არიან შესაბამისად, შეიძლება ამერიკელები არ იყვნენ უშუალოდ, მაგრამ შეიძლება იყვნენ ბრიტანელები, შეიძლება იყვნენ ფრანგები, იმიტომ რომ მათაც აქვთ ამ სისტემასთან შეხება და იციან მისი გამოყენება როგორ არის შესაძლებელი. საპასუხო დარტყმის შედეგად, როგორც მე ვიცი, ხო, რუსეთის მხრიდან ორივე ის გამშვები დანადგარი იქნა განადგურებული ადგილზევე, ესე იგი უკრაინის ტერიტორიაზე, საიდანაც ეს იქნა გამოშვებული. ამიტომ ბატონ ტრისტან, აი ესეთი სქემა და ჩართულობა და გამოჩენა ამისი აუცილებლად გამოიწვევს რუსეთის მხრიდან შესაბამის ასიმეტრიულ მოქმედებას იგივე აი ამ რეგიონში და ის ალბათ ჩრდილოეთ კორეას მიცემს იმ საშუალებებსა და ძალებს, რომელიც მიცემს ჩრდილოეთ კორეას შეინარჩუნოს სტატუს კვო რეგიონში, ხო? გააძლიერებს მის სამხედრო ტექნიკურ პოტენციალს. ეს იქნება მოსალოდნელი, რაც უშუალოდ დაძაბავს კიდევ სიტუაციას უკვე ახალ რეგიონში, ინდოჩინეთის რეგიონში და ალბათ აი ამის ამ დაძაბულობის შემოტანა მე ვფიქრობ არ შედის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში, უფრო ევროპის ინტერესებში შედის, იმიტომ რომ მაშინ ესე იგი გამოდის ევროპის ინტერესებში უფრო გამოდის რომ ესე იგი სამხრეთ კორეამ ყოველგვარი შეთანხმების გარეშე თვითნებურად მიიღო გადაწყვეტილება და ეს ძალიან რთული გასარკვევია. ან ევროპის გარკვეული ძალებია ჩართული ამ პროცესებში, რომლებიც აქ იქნება ჩართული ისე როგორც სამხრეთ კორეა, როგორც სახელმწიფო, ან მისი გარკვეული ასე ვთქვათ სეგმენტი ამ სახელმწიფოს შემადგენელი რაღაცა რგოლი და მეორე კიდევ შეერთებული შტატების გარეშე ეს არ მოხდება ისე რომ მკაცრი აღრიცხვის იარაღის წარმოადგენს ეს და ყველა ასეთი გადაცემული იარაღის შესახებ ინფორმაცია და მათი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია აქვს შესაბამისად პენტაგონს. მინდა გითხრა. ფაქტია ბატონო კოტე, რომ ესე იგი სამხრეთ კორეიდან წამოვიდა ესეთი ტიპის რაკეტები და ესეთი სახის იარაღები, რომელი იარაღი თქვენთვის არ იყოს, ის არის მკაც კონტროლზე აყვანილი. კი, რა თქმა უნდა. და შესაბამისად მისი კონტროლი ხდება იმ სახელმწიფოდან, რომელიც სახელმწიფოს აწარმოებს ამ იარაღს. კი, რა თქმა უნდა. ანუ ამერიკის შეერთებული შტატები რა მოხდა. ანუ უტილიზაცია როგორ ხდება? უტილიზაციის დროს ბატონ ტრისტან, ხო, აი მე მოგეცით მაგალითად თქვენ ხართ სამხრეთ კორეის წარმომადგენელი ვარ შეერთებული შტატების. მე გადმოგეცით თქვენ ხელშეკრულებით რაღაცა, მაგრამ თუ ჩანაცვლება მიმდინარეობს ამისი, მე ვალდებული ვარ ეს იარაღი წამოვიღო და მოახდინო მისი განადგურება. მოახდინო ამ მისი უტილიზაცია განადგურება, ან ჩემთვის არსენალში აღება, ხო? მე იმ იარაღს თუ თქვენ არ იყენებთ, ან იმ ეტაპისათვის, მაგალითად კონკრეტული ოპერატიული ვითარების დროს, კონკრეტული რეალობის დროს, რომ ის აღარ არის
უკვე მას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს გარკვეული საკითხების გადაწყვეტაზე, მაშინ მე ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ ის ჩავანაცვლო უფრო მძლავრი იარაღით, გესმით? და მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება ეს. თორე თვითონ კორეას ამის უტილიზაციის უფლება თვითონ დამოუკიდებლად არა აქვს. ანუ გამოდის, რომ ესე იგი სამხრეთ კორეამ გადადგა რაღაც დიდი მნიშვნელოვანი პროვოკაციული ნაბიჯი და შესაძლებელი არის თუ არა ეს მე ამას უფრო დავარქმევდი ამერიკის შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის სპეცსამსახურების სპეციალურ ოპერაციას მინდა გითხრა. სპეციალური ოპერაცია, რომელიც სპეციალური ოპერაციაც არის გამიზნული იმისათვის, რომ შემოიტანოს ახალი დაძაბულება და არ მოხდეს შეთანხმება ამ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. მე ამას ხედავ უფრო და მე მგონი ანუ ომის გაგრძელების არის და საყურადღებო აი თვითონ აი პოლიტიკო გაზეთის ხო ეს ევროპული გაზეთის მიერ აქვე და იმიტომ ფაქტიურად ეს რომ არ გაჟღერებულიყო, ხო, ეს არ შედიოდა ამის გაჟღერება ამერიკის შეერთებული შტატების, მით უმეტეს ახლა ისინი რუსეთთან ცდილობენ გარკვეულ ასე თქვა დათბობას, ხო? დაალაგდეს რა და დაალაგონ მდგომარეობას. ხო, ცდილობენ და მათთვის ახლა მათ ინტერესებში ეს ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო. ეს უფრო ევროპის ინტერესებში შედიოდა, რომ ხაზი გაესვათ იმისათვის, რომ აი შეერთებული შტატები ახორციელებს ამას. გაცხადებას ერთ საკეთებს და საქმეს მეორეს აკეთებს და ამით აიძულონ შეერთებული შტატები, რომ კონფლიქტში უფრო მეტად და ჩამოაგდონ შუღლი ისევ. დაძაბონ რუსულ-ამერიკული ურთიერთობა. დაძაბონ, რაცა შეწყდეს ეს ურთიერთობები ამერიკის შეერთებული შტატებსა და რუსეთს შორის, რათა შემდეგ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა ევროპაში და აიძულონ ამერიკის შეერთებული შტატები, რომ მიიღოს ამაში მონაწილეობა. ეს ევროპული თამაშის გარკვეულ ნაწილია, მინდა ვთქვა, და იმ deep state-ის ომის მესვეურების, ევროკავშირის ლიდერების და მათ უკან მდგომი გარკვეული ძალების მიერ პროვოკაციული მომენტი შეიძლება იყოს. შემოტანილი პროვოკაციული მომენტი, რომელსაც აქვს ერთი დანიშნულება, როგორმე ეს ურთიერთობები შეერთებულ შტატებსა და და ეს მოლაპარაკებები იქნას შაშლილი. ამას ყველაფერს გააკეთებს ევროპა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შეეცდება ყოველ შემთხვევაში, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ დღევანდელი ადმინისტრაციის პირობებში მათ ამის შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომ უშუალო ზეგავლენა იქონიონ ტრამპის ადმინისტრაციაზე. ეხლა ყველაზე მეტად აქტიურობს ევროკავშირის ქვეყნებიდან ომს კონდეთ გაგრძელებადი ხასიათი გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი. ეს სამი ქვეყანა არის, რომელიც აქტიურადაა ჩაბმული იმ პროცესში, რომ როგორმე ჩაშალონ ყველანაირი შეხვედრები, ყველანაირი გეგმები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში შეწეს წესი და ომს არ მიეცეს გაგრძელების საშუალება. მოდი აი ერთ მომენტს გავუსვა ბატონ ტრისტან ხაზი. ძალიან საყურადღებოა, იმიტომ რომ ფაქტიურად აი ამ კონფლიქტზე ხელმოწერის შემდეგ 100 დღეში უნდა დაინიშნოს ამერიკული წინადადება არჩევნები, ხო? რატო ამაზე ხაზგასმა და რატო არ აწყობს ეს ევროპას? ევროპას არ აწყობს, იმიტომ რომ ფაქტიურად არჩევნების დანიშნვის პირობებში ბუნებრივია, იქ ზელენსკი აღარ იქნება უკვე ხელისუფლებაში, გაჩნდება ახალი მთავრობა, ახალ მთავრობასთან რუსეთი შესაბამისად შეძლებს მშვიდობიანი მოლაპარაკების დასრულებას, ხელმოწერას, ცეცხლის შეწყვეტას და გარკვეული ამოცანების გადაწყვეტას იგივე ჩრდილოეთ ატლანტიკურ ალიანსში უკრაინის გაერთიანებასთან დაკავშირებით, ამას დაესმება საბოლოო წერტილი, მინდა ვთქვა. და ამის ეს არ უნდათ სუსტად, იმიტომ რომ ასეთი არჩევნების ჩატარება მით უმეტეს აი ამ პირობებში, ხო, მათთვის ასე ვთქვათ, ხარაკირის ტოლფასია. ეხლა რა ხდება, ბატონო კოტე, ნახეთ, აი ანტიკორუფციული დეპარტამენტი, რომელიც მუშაობს უკრაინაში საკმაოდ ძალიან ეფექტურად, ეს არის FBI-ის მიერ კონტროლირებადი სამსახური, რომელმაც დაიწყო პირდაპირ ხილება იმ მაღალი თანამდებობის პირების, რომლებიც ჩაბმული იყო ამ პროცესებში და ის თანხები, რომელიც თანხებზეც დღეს საუბარი არის 350 მილიარდი, იქიდან არის ძალიან ბევრი თანხები დაკარგული და უკვე კონკრეტული პირები იკვეთება. ეს 350 მილიარდი მხოლოდ ამერიკული დახმარება, ევროპულ დახმარებაზეც უკვე კონკრეტული პირები იკვეთება, ხო? და გზა მიდის პირდაპირ ზელენსკის ერმაკია იქ ზელენსკია, ხო? მაგრამ ნახეთ რა ხდება ახლა, ამავდროულად უკვე დაიწყო, გადმოვიდა
აი ეს რომ ვიტყვი ცეცხლი ევროპისკენ, უკვე ევროკავშირის თვითონ პოლიტიკური ლიდერებისაკენ, იმიტომ რომ უკვე მინიშნებაც არის უკვე განცხადებების იმისა, რომ აი ევროკავშირიდან გარკვეული პოლიტიკური ლიდერები არიან ჩართული ამ კორუფციულ სქემაში და შესაბამისად, ამიტომაც არის რომ დღეს ევროკავშირის ეს თვითონ აქტიური ლიდერები ვინც არიან, ცდილობენ რომ როგორმე ეს ომი არ შეჩერდეს. ომის შეჩერება მოიტანს თუ არა იმას, რომ მთლიანად მხილებული იქნეს ევროკავშირის ის ლიდერები, რომლებიც სწორედ აი ამ კორუფციულ სქემაში იყო ჩაბმული. ჩვენ ხო კარგად ვიცით, რომ მათ გარეშე არ მოხდებოდა ამ ფულების კიდ გათეთრება, კიდ მოპარვა და ასე შემდეგ. ადვოკატებზე იქნებოდა საუბარი, ეს ადვოკატები იყო. აბა იმ მოგელინისთან დაკავშირებით ახლა იქ მასე ჯანდაცვის პროგრამიდან მოპარულ ფულზე არის საუბარი. იქ სერიოზულად არის მოგელინის და მაღალი ეშელონის, ასე ვთქვათ, წარმომადგენლების დაპატიმრების შედეგად, ხო? ეს არის ერთი ჯაჭვია მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ბუნებრივია ეს უკავშირდება უკრაინის კონფლიქტს და იმ ადვოკატებს, რომელიც აი გაედინებოდა ეს თანხები და უკან ბრუნდებოდა შემდეგ ვიღაც მაღალჩინოსნების ჯიბეებში. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი აი ამ ამიტომ არის რომ ესენი ასე აქტიურ პოზიციას იკავებენ და არ უნდა არ ელოდნენ ერთ რამეს რა, არ ელოდნენ ერთ რამეს, რომ ამაში ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურები ჩაერთვებოდა და ისინი დაიწყებდნენ ამის გამოვლინებას, მაგრამ უნდა იცნობდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებს და უნდა იცოდნენ მათ, რომ შეერთებულ შტატებში სპეცსამსახურები ადმინისტრაციას განსაზღვრავენ ძირითადად მთელ პოლიტიკას და თუ არ შედის ეს მათ ინტერესებში, ისინი ძალიან კარგადაც შეიძლება იარაღის მოგცენ, შეიძლება რაღაც შავ სქემებში ჩაგდონ, მაგრამ შესაბამისად მაკომპრომიტირებენ მასალას იტოვებენ თავისთვის ბოლოსთვის და საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული რეალური ვითარებიდან გამომდინარე, ისინი იღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც ჩვენ დავინახეთ სულ ახლა, ხო? ანუ ფაქტიურად ყველაფერი იცოდნენ ამის შესახებ, აკონტროლებდნენ ყველა თანხების მიმოქცევას, აკონტროლებდნენ იმას, რომ სად მიდიოდა ეს ფული. ამით ისინი დამატებით სწავლობდნენ შესაძლო იარაღის, ასე ვთქვათ, კონტრაბანდულ გზებს, რომელიც შეიძლება მანამდე ყოფილიყო და ანუ თავისი ამოცანა ჰქონდათ, გესმით, რა შეასაქმეს სპეცსამსახურებს. და ისინი იკვლევდნენ ამ კვლევას აწარმოებდნენ ფაქტიურად, საბოლოო შედეგი მიიღეს ის, რომ გაჩერდნენ, მათ მიიღეს ის ინფორმაცია, რაც მათ ჭირდებოდა და მოახდინეს ამ ინფორმაციის ლეგალიზაცია და ამ ლეგალიზაციას ეს ლეგალიზაცია გახდება საფუძველი იმისი, რომ ზელენსკი ჩამოეცილებინებინათ იმიდან, რა ქვია, ხელისუფლებიდან. იმიტომ რომ არ შედის, მე ვთქვი თქვენს ეთერში და დღესაც გავიმეორებ, რომ არ დაჯდება რუსეთის პრეზიდენტი, არც ერთ შემთხვევაში მოლაპარაკების ერთიან მაგიდასთან, ბატონ ზელენსკისთან და მის აი ამ ხროვასთან, რომელიც მას გააჩაღეს საკუთარი ხალხის გენოციდი და ფაქტიურად ეს მეტი არაფერია, რომ ესეთი კონფლიქტის გაჩაღების შედეგად ფაქტიურად უკრაინა 48 მილიონიანი ქვეყანა ჩამოვიდა, განახევდა კი არა და უფრო გაწყდა მისი ახალგაზრდული ნაწილი, მას რეპროდუქციული ნაწილი, ვისაც შეიძლება თაობები ეშვა და ასე ვთქვათ, უკრაინის მომავალი ყოფილიყო, ხო? განადგურა ეს ფაქტიურად, ეს არის ერის გენოციდი, რაც განხორციელდა და უპასუხისმგებლობა ხელისუფლებებისა იმისათვის, რომ რუსეთს რო ვერ მოერეოდნენ ამ შემთხვევაში, ძალიან კარგად უნდა ცოდნოდათ და ეს მიანიშნებს მათი სპეცსამსახურების ძალიან ცუდ მუშაობაზე, ხო? ეხლა რა შეხედე რას? რატო? ძალიან მოკლედ ბატონო, ორ წინადადებას ვიტყვი სულ. კი ბატონო. იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამერიკის შეერთებულ შტატებს და ასე ვთქვათ ნატოს სპეციალურ სამსახურებს bis ცუდი მუშაობის შედეგად და რუსეთის სპეცსამსახურების საუკეთესო მუშაობის შედეგად იმდენად კარგად იყო ორგანიზებული სამხედრო და იმდენად კარგად იყო დაცული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, რომ მათ აი ამ არეშნიკების, ამ ახალი ისა რა ქვია, ეგრეთ წოდებული გამოგონებების, ახალი იარაღის შემუშავების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, ვერ ჰქონდათ.
ეს რაზე მიანიშნებს? ეს მიანიშნებს სიძლიერეზე რუსეთის სპეცსამსახურების მათი მუშაობის და სისუსტეებზე, რომელიც დასავლეთის სპეცსამსახურებს აქვთ და ეს სისუსტეები, ძირითადი მათი სისუსტეები, ზუსტად აი ამ კორუფციის გამო შეექმნათ მათ, იმიტომ რომ მათში გამჯდარია ეს კორუფციული მუხტი, არსებობდა ბევრი კორუფციული სკანდალი, ჩართვა უკანონო სქემებში, ატკატები, ეს ხორციელდებოდა ყოველთვის დასავლეთის სპეცსამსახურების მხარდაჭერით. ამის ნათელი მაგალითსაც მოვიყვან, თუ შეიძლება, თუ მომცემთ ამის უფლებას, საქართველოსთან მიმართებაში ვიტყვი ამას. საქართველოსთან მიმართებაში იგივე მიშა სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში. კარგად გავიხსენოთ, ჩვენ გქონდა წვდომა ამერიკულ დოკუმენტაციაზე და ჩვენ გქონდა წვდომა მიმოწერაზე, რომელიც გქონდა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს თბილისში ამერიკის საელჩოსთან, ხო? და იგივე ტეფთან და აქედან ტეფტის ასე ვთქვათ გაგზავნილი მოთხოვნები და ის თუ რას აკეთებდა მაშინდელი საქართველოს ხელისუფლება, თავდაცვის სამინისტრო და ის შესყიდვები, რომლებიც ხორციელდებოდა საქართველოში, როგორ უკონტროლოდ მიდიოდა ამერიკული ფული, სხვათა შორის და მე ხა ვაყენებ ამერიკელების წინაშე აი ამ საკითხს, რომ ამერიკელებმა გარდა იმისა, რომ ის კორუფციული სკანდალები მოიძიეს უკრაინაში, მოიძიონ ის თავისი 6 მილიარდი სად წავიდა და აღმოაჩენენ, რომ ეს 6 მილიარდი იგივე უკრაინულ სქემასთან ერთად საქართველოს მიბული იყო უკრაინულ სქემასთან ყოველთვის და ეს აღმოაჩინონ სად არის ის 6 მილიარდი დოლარი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფომ ჩადო საქართველოში და მისი უდიდესი ნაწილი აღმოჩნდა რატომღაც სეიშელის კუნძულებზე და აღმოჩნდა და მე ამ ნაწილი მობრუნებული იყო იმისათვის, რომ გამოეყენებინათ საქართველოს წინააღმდეგ ძირგაუნთხელი საქმიანობის საწარმოებლად და სწორედ ეს ის ფულია, რომლითაც ფინანსდება ოპოზიცია, ფინანსდება დღემდე და ასე და არასამთავრობოები. და რატო იყო ამაში კიდე და რევოლუციები. ხო, და რატო იყო ამაში სპეცსამსახური ჩართული? იმიტომ რომ ეს დოკუმენტები, რომელიც მიწერ-მოწერას ასახავს, ხო, იგივე ტეფტისა და ჰილარი კლინტონის, იქ ნათლად არის მინიშნებული ის პიროვნებები და პირთა ჯგუფები, ვინც აწერდნენ ამ ხელშეკრულებას, ვინც იყო ჩართული აი ამ უკანონო ვაჭრობაში და იმ თანხების მითვისებაშიც, ხო? და იქიდან დაინტერესება იყო, როგორ იცით, მეორე წერილი რო გამოაგზავნა ჰილარიმ ტეფტის სახელზე, ის არ გამოუგზავნია პირდაპირ ტეფტის სახელზე. გამოაგზავნა მისი ЦРУ-ს თანამშრომელზე ნიკოლო ბრაიანზე, რომელიც საქართველოში დიდი ხანი მოღვაწეობდა და მას დაავალა პირდაპირ, რომ შეესწავლა ეს საკითხები, რომლებიც დაკავშირებს. ამწუხაროდ ეს საკმაოდ მაგრამ არ შეისწავლეს და ვერ შეისწავლეს. არ შეისწავლეს, იმიტომ წააყრუეს გარკვეული, იმიტომ რომ ეს ფული შემდეგ, რომელიც იარაღით უკანონო ვაჭრობას სჭირდებოდა, თუნდაც ჩაედოთ საქართველოს თავის ინტერესების გასატარებლად საქართველოში შავი ფული იყო, მშვენიერი ფული იყო და მეორე ხელით კიდევ ფლობდნენ იმ ადამიანებზე უკვე მაკომპრომიტირებელ მასალებს და პირდაპირ მიიბეს ეს ადამიანები მიაბეს თავიანთ სპეცსამსახურებს. თავიანთ გავლენის აგენტებად აქციეს და ეხლა როცა ფული ტრიალებს და რაღაცა, მაშინ ისინი არიან გავლენის აგენტები და ყველაფერი ის დღეს რაც საქართველოში ხდება, ხო? ზუსტად ამის შედეგი. აი აქედან მოდის ეს ფული. თორე ეხა ფულს როგორ აფინანსები? ეხა სპეცსამსახურიდან იქ ფულს არავინ არ ამოიღებს და ჯიბეში არ ჩაუდებს რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციას აქ საქართველოში, მაგალითად გიგაურის ორგანიზაციას, ან ის რა. ლომჯარიას, ბაია პატარაიას და რაღაცები, არ ვიცი მე რეებია კიდევ მერთმა იცის, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვსაუბრობ ეხლა მე და ეს ყურადსაღები უნდა იყოს საქართველოს სპეცსამსახურებისათვისაც მინდა გითხრათ რა. და ცოტა აი ამ მიმართებაში, აი ამ მიმართებით, ფულის წარმომავლობის მასთან მიმართებაში უნდა ქმედითი ღონისძიებები განახორციელონ, მაგრამ მიიღონ შესაბამისი პრევენციული, გადადგან შესაბამისი პრევენციული ნაბიჯები იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული აი ამ შავი ფულის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში. ბატონო კოტე, ნახეთ ახლა ევროკავშირის ქვეყნებიდან
არის მცდელობა რომ გაეთიშონ ამ პროცესებს. რა პროცესების დღეს მიმდინარეობს ევროკავშირში, ხო? ანუ ის უარყოფითი პოლიტიკური ნაბიჯები, რომელი უარყოფითი პოლიტიკური ნაბიჯებით პირდაპირ ურტყამს ევროკავშირის ერთიანობის საკითხს. ეხლა იტალია უკვე რაღაც გარკვეული განცხადებები გააკეთა და უკვე ხმამაღლად დაიწყო ამ განცხადებების გაკეთებას, რომ ის უკვე ნენელა ჩაეხსნება უკრაინასთან მიმართებაში გარკვეული დახმარების პროცესებს ჩაეხსება. ხო, ახლა ნახეთ, რა ხდება? ეხლა გუშინ გააკეთა პოლონეთის ერთ-ერთმა მე მგონი მერი გახდა მგონი, რომელიღაც ქალაქის გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ ვალდებულები არა ვართო დაეხმაროთ უკრაინას, ჩვენ არა ვართო მათი ბანკომატები არა ვართო. ამიტომ ის თანხები, ის ფინანსები, რომელიც მიდის უკრაინაშიო, ეს მომხმარებელო პოლონელ ხალხსო, ჩვენო, ხო? აქ მარტო ხომ არ არის ახლა დაუშვათ, ნუ გასაგებია პოლონეთი, იტალია, არა, ამას განაპირობებს უნგრეთის პოზიცია ვიცით, ჩვენ იქ სლოვაკეთის პოზიცია ვიცით. ეს ერთი ფაქტორითაა ბატონისთან განპირობებული. დიახ. მოსალოდნელი ეკონომიკური ასე ვთქვათ ჩავარდნით და კრიზისით, კოლაფსით, რომელიც ელოდება ევროპას. ყველაფრისგან გამომდინარე, ხო? აი ხლა უყურე როგორ არის აი რუსულ ფულს შევეხოთო, ხო? ის ბანკებში. და ახლა უნდა მივიდე მიადგე რუსულ ფულს. ხო, რუსულ ფულსო, მაგრამ იმ აქტივებს, რომელიც გაყიდულია. ძირითადი აქტივები არის ბელგიაში და ბრიტანეთშია, ხო? როგორც მე ჩემთვის ცნობილია ბრიტანეთში. ბრიტანეთი ამას ვერ აკეთებს. არ აკეთებს და ვერც გააკეთებს. დაარტყავს მიკროეკონომია. იმიტომ რომ იქნება შესაბამისი ზომების განხორციელებული მათ ინტერესებზე შესაბამისი. ცოტა აქტივები არა აქვს ბრიტანეთში, მაგრამ რუსეთის რუსული აქტივები. ბელგიაში ძირითადი, ხო, ისა რა ქვია, აქტივები. ამიტომ ამ აქტივებზე ხა იქაც აღარ არის ერთიანობა, რომ მქონდეს ამის განკარგვა. იქ საფრანგეთს უნდა ამისი, მაგრამ თვითონაც ვერ გაბედეს, იმიტომ რომ ასეთი სუსტი ხელმძღვანელობა, ასეთი სუსტი პოლიტიკოსები, ხო? იმ ქვეყნებში, სადაც ადრე იყო ჰელმუტ კოლი, ხო? ბუმბერაზი პოლიტიკოსებზე მაქვს საუბარი, მე ვიძახი 80-იანი წლებიდან მოყოლებული ტეჩერი იყო, ხო, ბოლო. ეს ბუმბერაზები იყვნენ, ნუ თავიანთი, ისა რა ქვია, ეროვნული სახელმწიფოებისათვის მებრძოლი ადამიანები იყვნენ და ისინი იყვნენ არქიტექტორები ამ ევროპის, ხო, ფაქტიურად. აი ამ დონის პოლიტიკოსები ევროპაში დღეს არ არიან. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის გათაქსირებული, გატრეინინგებული სპეცსამსახურების მიერ მართული პოლიტიკოსები, განარკომანებული, გალიბერასტებული ევროპა და მისი, როდესაც ეს მოხდა უკვე, ისინი აღმოჩნდნენ ხელისუფლების სათავეებში, მათ მოიტანეს ის შედეგი, რა შედეგის დღეს დგას და ფაქტიურად მათ საკუთარ ქვეყანას მიაყენეს ზიანი. ევროპა დაიშლება, მე არ ვფიქრობ, რომ ესეთი კონფიგურაციით ის დიდხანს იქნება შენარჩუნებული. იქ გაიღვიძებს ჩვეულებრივად ეროვნული სული, როგორც ასეთი და პირველ რიგში ეს გაიღვიძებს გერმანიაში, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ გერმანია არის ახალგაზრდა ევროპული ერი, საკმაოდ ძლიერი ერი და ისინი თვითონ დაიწყება საუბრები იმაზე, რომ რუსეთთან დაალაგონ ურთიერთობები და რამდენად ჩემთვის ცნობილია, ეხლა გერმანელები ეს გარკვეული, ასე ვთქვათ, მიმართულებით ცდილობენ რუსეთთან დაალაგონ კულუარულად გარკვეული თემები, ხო? ამ შესყიდვებთან დაკავშირებით, იგივე გაზის და ასე შემდეგ, ხო? ჩვენ ნახეთ თუ როგორ აი ევროპის სანქციებს როგორ უპასუხა პირდაპირ რუსეთმა, ხო? მივიდა და ის, რა ქვია, გაზის იმ ტრუბას ერთ ჩაარტყა ექსკალატორი და ერთი ხელის მოსმით, თუ თქვენ არ გინდათ, მე მაქვს ბაზარი, სადაც გადავამისამართებ ამას და გადავამისამართებ შენ. ანუ მოთხოვნა გაზზე და გაზის გაყიდვაზე არ უდგას, ისა რა ქვია, პრობლემა არ არის დღეს რუსეთისათვის, გესმით? ის 20 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ყიდის იმაზე, რა ქვია, ჩინეთზე და ამის გაზდას აპირებს კიდევ 50 მილიარდ. ჩვენ გარდა ამისა, ის გაზი, რომელიც საქართველოში შემოდის და ევროპაშიც გადიოდა და სხვათა შორის სომხეთიც ამ გაზით მარაგდებოდა, ევროპის ქვეყნებიც ამ გაზით მარაგდება, თურქეთი მარაგდება. სომხეთი ახლა არ მარაგდება. აკლებად იცი ჩვენმა საზოგადოებამ, რომ
ისა რა ქვია, გაზის მოთხოვნილების 55%-ს თურქეთი, ხო? რუსეთის ხარჯზე აწარმოებს და 17% მარტო ნავთობის მომხმარებელია თურქეთი. 70%-ით ხორბლის მომხმარებელია და ამას ყველაფერს რუსეთისაგან იღებს. ამიტომ პოლიტიკაში აი ეს ფაქიაობა და რაღაცა იქ თურქეთი ამას იზავს და თურქეთი ჩამოკიდებულია ფაქტიურად ენერგორესურსებით, მას საკუთარი ენერგორესურსები არ გააჩნია და ის გვახსოვს ჩვენ ხო ის რო გააკეთეს გასადენი ზღვაში და შავ ზღვაში და რაღაც ბევრი რამე. ამიტომ ამაზე არ აპელირებენ გესმით და რამდენად დამოკიდებულია ეხლა უკვე თურქეთი რუსეთზე, ამას შეხედეთ ხო? ანუ ენერგეტიკული უზარმაზარი ატომური ელექტროსადგურის მოდი მე ერთი ის ააშენა კაცო თურქეთში. ორი სიტყვით მინდა კიდევ დაუბრუნდე რახან ჩვენ კავკასიის რეგიონში და ჩვენ რეგიონში შევეხეთ ხო? ორი სიტყვით ვიტყვი კიდევ აი ამ გასადენზე, რომელიც მოქმედია ბაქო-ჯეიხანზეა საუბარი ხო? ამაში ბატონებო რუსული გაზიც მონაწილეობს. და ძირითადად მისი ასე ვთქვათ აი ამ ტრანსპორტირება ვინც არის ამას ჩართული ხო ძირითადად ეს ხო British Petroleum ხო ყველას კარგად ვიცით ხო ბრიტანელი. ამიტომ არის ბრიტანული ინტერესი დღეს საქართველოში. ანუ ყველაფერს განაპირობებს ეკონომიკური ინტერესები და ეს ეკონომიკური ინტერესია დღესდღეობით, იმიტომ რომ BP-ს აქვს აქედან გარკვეული პროცენტი გაზის ტრანსპორტირებაზე, ხო, შესაბამისად. ადრე თუ გახსოვთ, თქვენ იყო ნაბუკოს პროექტი, რომელიც არ განხორციელდა და ვერ გახსოვთ, შეიძლება განხორციელდეს მომავალში და ეს არის ყაზახური ნავთობისა და გაზის ექსპორტი. ეს იმის მერე რაც დაალაგდება იმ ევროპაში ის სიტუაცია, როგორც უნდა დაალაგდეს. დაალაგდება რო? მე ვფიქრობ, გადალაგება უნდა მოხდეს, ევროპის რეკონსტრუქცია უნდა მოხდეს როგორც ასეთი და ამას თვითონ ევროპელები უნდა მიხვდნენ იმისათვის, რომ არ შეიძლება ნაციზმის ხელშეწყობა და ნაციზმის ასე ვთქვათ ნაციზმის კვება მინდა გითხრათ, ხო? არც საკუთარ სახელმწიფოებში და არც მით უმეტეს პოსტსაბჭოთა სივრცეშიც. იმიტომ რომ მათ დათეს ეს ნაციზმი უკრაინაში და ზუსტად ამის შედეგი არის ის რაც ხდება დღეს უკრაინაში. ჩვენ დრო ამოიძრა სამწუხაროდ, კი ბატონო. ჩვენ დრო ამოიძრა ბატონო კოტე, მადლობთ რომ ასეთი საინტერესო საუბარი იყო. მადლობთ ასეთი საინტერესო ანალიზისათვის და მართლაცო, ესე იგი თვითონ ტელემაყურებლებო ჩვენ კარგად ხედავთ რა მდგომარეობა არის უკრაინაში და განსაკუთრებით ყურები გამოიფხიკონ იმ სლავა უკრაინჩიკებმა, რომლებიც დღეს უკვე დამუნჯებულები რო არიან და ხმას ვერ იღებენ. სადახართ ეხლა გამოდით, ეხლა სადახართ და თქვით ერთი თქვენი ის რა ქვია, მაშინდელი განცხადებებს, რომელსაც თქვენ აკეთებთ და მოუწოდებით საქართველოს სანქციებისკენ, მოუწოდებით საქართველოს მობილიზაციისკენ და აბა უკრაინაში გაუშვათო საომრათო ჩვენი ისა ბიჭებიო ამას მოუწოდებთ თქვენ აქედან დაждებოდით შორიდან და დაეთვლით რამდენი ცხენები ჩამოდიოდა იქიდან და ჩამოვა კიდევ, გაიგეთ? აი ეს ახლა თქვენ ხართ პროპაგანდისტები, დაქირეებული პროპაგანდისტები ხართ, გამყიდველი დაქირეებული პროპაგანდისტები, რომლებსაც ფულს გიხდიან სპეცსამსახურები, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის სპეცსამსახურები, რომ თქვენ არასწორი ინფორმაცია მიაწოდოთ და გამოგობთ საზოგადოება. ამას აკეთებთ და გამოდით ახლა ისაუბრეთ, ახლა თქვით სიმართლე რა ხდება დღეს უკრაინაში და როგორ უპირატესობაში არის დღეს რუსეთის ფედერაციის სამხედრო გადანაყოფები და გამოდით შენ თინახი დაშელო, იქიდან რო იკვებები, ტაივანიდან რო იკვებები, ჩინური ფულით რო იკვებები და იმით რო იკვებები, ისაუბრი ახლა სისწორე და სიმართლე და უთხარი ხალხს სიმართლე და გამოდით ახლა და თქვით თქვენ აი ისა ექსპერტებო, რომელი ექსპერტების პირდაპირ ასე ცხენზე ამხედრებული შედიოდით უკვე კრემლში და პუტინის კაბინეტში როსტობებით დაждებას. გამოდით ახლა ისაუბრეთ, აგეთ უკვე სამხრეთ კორეა და უკვე მარაგდებოდა უკრაინა და ამ რაკეტებს და ამ მთელ შეერაღებას სამხრეთ კორეა დაწვდიდა. გამოდით ახლა ისაუბრეთ ამის რატომ საუბრობთ? სიმართლეს ატომარეუნებით საზოგადოებას. სიმართლე თქვით, თუ გინდათ თქვენ იყოთ მართალები, უნდა ისაუბროთ სიმართლე და სიმართლე უნდა თქვათ საზოგადოებას. დიდი მადლობა კიდევ და კიდევ მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მობრძანებისათვის ვიფასო ტელემაყურებლებო, გემშვიდობებით, კარგად ვანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.